გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა. ტრადიციულად მინდა დავიწყო სოლიდარობით, კვლავ უკანონოდ ყავთ დაკავებული ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადაძე და მასთან ერთად სხვა მოქალაქეები. თავისუფლებას უსურვებ მათ. რამდენიმე დღის წინ უკანონოდ დაკავებულ პატიმრებს შეემატა ასევე ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც იმყოფებოდა საზღვარგარეთ და უცნაური ბურუსით მოცული გზებით აღმოჩნდა ციხეში. სოლიდარობას უცხადებთ ჩვენც ყველა უკანონოდ დაკავებულ პატიმრს, მათ შორის გიორგი ბაჩიაშვილსაც. და გათავისუფლებას უსურვებ მალე. მინდა დავიწყო ერთი შეკითხვით ძვირფასო ტელემაყურებლობო. მილიარდი რომ გქონდეთ. რას იზამდით? არის ვერსიები. ალბათ მაიამის სანაპიროზე დაიდებდით ბინას და ყოველდღე მზის ამოსვლით და ჩასვლით დატკბებოდით. ან მეორე ვარიანტია, წითელ ხიდთან საზღვართან ახლოს ისეირნებდით ჩვეულებრივად. აი რომელი ალბათ მეორე ვარიანტი უფრო საინტერესოა. დიახ, სწორედ ამას გვიმტკიცებს ქართული ოცნება, რომ კაცი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მილიარდი დოლარის ბიტკოინების წართმევას უპირებს, სეირნობდა საქართველოს საზღვართან წითელ ხიდთან. ბაჩიაშვილმა გუშინ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ის საზღვარგარეთ მოიტაცეს, ორი დღე თვალახეული ატარეს და შემდეგ გადასცეს ქართულ მხარეს. ოცნება კი ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილი სეირნობდა საზღვართან ახლოს წითელ ხიდთან. როგორი პრიმიტიულებიც არიან ქოცები, ისეთ პრიმიტიულ ვერსიებს გვეუბნებიან. წითელ ხიდზე ჩამოვიდა სასეირნო თვითონ. შეიძლება წითელ ხიდზე ძახლს ასეირნებდა უბრალოდ. ან საქართველოს ჰაერის ჩასასუნთქად ჩამოვიდა წითელ ხიდზე და მერე უკან ბრუნდებოდა. ეს ვერსიაც კარგია, ძალიან კარგია. აი უფრო მაგარს გეტყვით. დათვრა აბუდაბიში ჩამოვიდა წითელ ხიდზე და საზღვარზე ყვიროდა, მთავრობა გამოდით, უნდა დაგთვალოთ. აი სუსის განცხადება, იცით როგორი აბსურდია ძვირფასო ტელემაყურებლობა. აი ბიძინა რო სეირნობდეს ხალხში შუშების და დაცვის გარეშე ვერტყვიჭალის მიდამოებში. აი ესეთი აბსურდული ვერსია გითხრა სუსმა. გადავიდეთ თავზარდამცემ თემაზე. მოულოდნელად დაგტოვა უძლიერესმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. ჩვენი უდარდელა მინისტრიც მოიშორა იმ ღვთის საჩუქარმა კაცმა. ჩემი წინასწარმეტყველებაც ახდა, წინა გადაცემებში ხო სულ ვამობდი გომელაურის წყარო გაიხსნება თქო შინაგან საქმეთა სამინისტროს ეზოში თქო და კი ახდა, მშვენივრად მოჩუქჩუხებს კამკამა წყალითან, სურათიც გაუკეთებიათ ვახოსი, ესე გვერდულად რო იყურება თან რო იცინის. აქეთ არ იყურება, აქეთ იქით იყურება თან იცი. ესეთი წყარო. თან მოფერებით არხეინას წყაროს ეძახიან ახლა ბიჭები ვინც დარჩნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. დიდი არეულობაა ძალონებში ხმა გავრცელდა რომ ხარებასაც ატოვებინებენო პოსტსო, მაგრამ თვითონ ხარება არ მიდის ცოცხალი თავითო. მე ვფიქრობ ბიძინას პრიგოჟინი გახდება ხარება და შეიძლება შიგნით ისეთი ამბავი ატყდეს ძვირფასო ტელემაყურებლები, რომ თვითონ დაიწყონ ამ მთავრობის დასასრულის დასაწყისი. ეს არ უნდა მეთქვა ახლა. რაღა გამოაფხიზლებს ისედაც მიძინებულ ოპოზიციას არ უნდა მეთქვა ესა. ეს მოისმინეს და არის თვითონ მოუღებენ ბოლოსო და საერთოდ გადატრიალდებიან გვერდზე. მეორე მხარეს. ახლა კი ჩემს მონოლოგში სიახლის დროა მეგობრებო, მინდა წარმოგიდგინოთ და გაგაცნოთ შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი, რომელსაც ქვია გელა გელაძე. რომელიც ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა წინა მთავრობის დროსაც. ალბათ იკითხავთ ვინ არის გელა გელაძე. სად გაახსენდა ივანიშვილსო? ჩემი აზრით, როგორც ყაველაშვილი აარჩია ჰაბიტუსის მიხედვით პრეზიდენტად, აქაც რაღაცა ლოგიკით მიუდგა. აქ უკვე მარტივად დასამახსოვრებელ ადამიანების ძებნა დაიწყო და იპოვა ორი. გელა გელაძე და გელა გელაშვილი. მართლა იყო მეორე კანდიდატი, იმას გელა გელაშვილი ერქვა, ძვირფასო მეგობრებო, არ ვიტყუები და გელა გელაძე უფრო მოკლე იყო და ამიტომაც დანიშნა გელა გელაძე, რა ვიცი ხე.
შეიძლება თვითონაც არ იცის ვინ არის, ან შეიძლება ქუჩაში იპოვეს, გამლელია, რა ვიცი, ვიღაცა არის ესეთი. რა ვიცი. რას გაუგე ბიძინას. თურმე სხვა კანდიდატებიც განიხილებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, კახი-კახიძე, დევი-დევიძე და ია-იაძე. საბოლოოდ გადაწყდა გელა-გელაძე, თვითონ მეგობრებო. უფრო უკეთრობ გაგაცნოთ გელა-გელაძე. მოდი მოусმინოთ მამუკა მდინარაძეს, რომელიც ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობს შინაგან საქმეთა ახალ მინისტრზე. ყურადღებით მოусმინოთ. იყავით სწორედ მე რეკომენდატორი. ძალიან გეკა ჩემი მეგობარია, ვამაყობ ჩემი ყველა მეგობრით, მათ შორის გეკა გელაძით. გეკას ჩემი რეკომენდაცია პრემიერ-მინისტრთან ნამდვილად არ ჭირდებოდა. გაუკვირდათ გეკას ქონება. გეკას და რაღაცა მანდატურების უფროს რო იყო ვიღაცა გიჟიტები. გელა-გელაძე, ანუ გეკა, გესმით ხალ ხო? გეკა გელაძე, აუ რა მაგარი, აუ გეკ, დაგვიცავი რა. აუ დაგვიცავი რა მთელი ქვეყანა რა. გეკა გელაძე, ანუ გეკ. გეკა ისეთ სახელი უფრო რაღაცა ესთეტიკის ცენტრს მოუხდებოდა რა, რო ხმეოდა. ესთეტიკის ცენტრი გეკა, ხო არის ეს რაღაც. სხვათა შორის გეკა გელაძეზე გავიგერო, თურმე ვაკო მერაბიშვილის დროს მუშაობდა წინამთავრობის დროს. იმედია ეს არ გამოეპარება თეკა წულუკიანს. თეკა ხომ იცით რომელია? საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, აი კომისიის წევრები რო არიან სოკა სუბარი და ალკა ღუდუშაური, აი ესენი. მოკლედ შინაგან საქმეთა სამინისტროში გოკუ წავიდა და გეკა მოვიდა. ანუ გოკუ გომელაური და გეკა მოვიდა, მაგრამ ეს ხაკუ რატო არ მიდის, აი ეს არ ვიცი. ხაკუ ანუ ხარება. რამდენიმე დღის წინ და ეს გეკაზე ალბათ მომავალში ძალიან ბევრი ვისაუბრებთ, თვითონ მეგობრებო, მოდი დღეს ამით დავკმაყოფილდეს გეკათი. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. რამდენიმე დღის წინ დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს მისალოცის სიტყვით მოგმართა არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა. ნუ ერთი ფრაზა განსაკუთრებით დამამახსოვრდა მისი გამოსვლიდან. მოდით ნახოთ ეს ფრაზა. იყო დრო, როცა კალამს უფრო დიდი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალი არახს. ისევე როგორც დღეს ჩვენ სიტყვებს და შორს მჭვრეტელობას აქვს განუზომელი ძალა. ესე იგი, კალამს უფრო მეტი ძალა ჰქონდა, ვიდრე ხმალი არახსო. ეს ტექსტი რომ უნახავს თავიდან, ყაველაშვილს უთქვამს, აქო პასტა უნდა ეწეროსო. კალამი რაო, პოეტი კი არა ვარო. მე აუხსესო პასტა და კალამი ერთი და იგივეაო და მე დაწყნარდა. ქართულმა ოცნებამ 27 მაისს გავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ ყაველაშვილმა დონალდ ტრამპისგან მისალოცი წერილი მიიღო. ნუ აქეთ ოპოზიციაში თქვენს რომ ქოცების ლობისტმა კიმბერლი ლოუნგ შეადგინა ეგ წერილიო. მაგრამ ყაველაშვილმა რომ დახედა, ეგრევე იცნო. ტრამპის ხელწერაო ესო. ზუსტად იმ ხელით არის დაწერილი, მე რო ამიწიაო. ყაველაშვილს ეს არ შეეშლებოდა მართლა. ირაკლი კობახიძე კვლავ აგრძელებს deep state-თან ბრძოლას. მან გაშიფრა ურთულესი სქემა, როგორ აფინანსებს deep state რუსთაველის უწყვეტ აქციებს. მოდით ნახოთ რა თქვა კობახიძემ ამასთან დაკავშირებით. აი ხვალვე მომეცით $1,000,000 და 365 დღის განმავლობაში ყოველდღე დაგიყენებთ 300 კაცს რუსთაველის გამზირზე. ძალიან ჭკვიანია რა რომ დაუკვირდეთ რა. ირაკლი, მოდი შენ მომეცი მე 7 მილიარდი და შენისთანა ხალხს რასაც მინდა იმას გავაკეთებინებ და რასაც მინდა იმას ვათქმევინებ მინიმუმ 13 წლის განმავლობაში. შენ უბრალოდ 7 მილიარდი მომეცი. მინდა მივმართო deep state-ის მიერ მართულ დასავლურ ორგანიზაციებს, რომ ამიერიდან თქვენ ვეღარ შეძლებთ თქვენი ბინძური ფინანსებით ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რადგან ანტიკორუფციული ბიუროს შეფი რაჯდენ კუპრაშვილი ამას არ დაუშვებს. დიახ, 31 მაისიდან ძალაში შედის ფარას კანონი და რაჯდენი ქვეყნის სადარაჯოზეა. აქვე ერთი საინტერესო ფაქტი მინდა გაგაცნოთ, ნახოთ ინფორმაცია. რაჯდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიუროს საინფორმაციო შეხვედრას ლევან მამალაძე ესწრებოდა. ეს ადამიანი, ვისაც გახსოვთ, შევარდნაძის მთავრობის დროს, აი ლევან მამალაძე და კორუფცია ხომ გახსოვთ, როგორ ახლოს იყვნენ ერთმანეთთან. აი მაგალითად ლეგენდა ამბობს, რომ კორუფციის ღმერთი რომ კორუმპირებულობას არ იგებდა, ლევანი პირველი მივიდა.
ლევან მამალაძე, რომ ანტიკორუფციული ბიუროს საინფორმაციო შეხვედრას დაესწრო, ეს იგივეა ნარკოტიკებთან ბრძოლის ხდომას, რომ პაბლო ესკობარი დაესწროს, ძვირფასო მეგობრებო, ან ტერორისტებთან ბრძოლის ხდომას ბინ ლადენი დაესწროს. ანტიკორუფციული შეხვედრას ესწრებოდა კორუფციის მეფედ აღიარებული ლევან მამალაძე. გადავდივართ ჩემს საყვარელ რუბრიკაზე. ქვეყანაში რაღაც ხომ კეთდება. წარმოგიდგენთ გრანდიოზულ პროექტს, რომელიც სულ ახლახანს განხორციელდა ძვირფასო მეგობრებო, მოემზადეთ მოკალათის სკამებში, რომ მიიღოთ სიამოვნება ინფორმაციისგან. ნახოთ. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთში საქეიფო ადგილის სახელწოდებით ძმობის წყაროს მოწყობის სამუშაოები დასრულდა. ღონისძიებას კასპის მერიც ამავე სოფელში მცხოვრები ვახტანგ მაისურაძეც ესწრებოდა. ძმობის წყაროს ამშვენებს წარწერა, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ გაუშვათ ეს ფოტო. ამშვენებს წარწერა, ჯერ ხომ ისე ვარ დამშრალა ჩვენი სოფლის ცივი წყარო, კიდევ ერთხელ დაიქუხე სასირელთა ნატერფალო. და ეს ყველაფერი არის. ახლა იგეგმება მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ფონდის დახმარებით განხორციელდეს დომინოს სათამაშო ფაცხის მოწვნა მოპირქეთების საუკუნის პროექტი, ძვირფასო მეგობრებო. ძმობის წყარო ქვია დათრობამდე და დათრობის შემდეგ გააჩნია ვის როგორი სიმთვრალი აქვს, იმის მიხედვით დაერქმევა ამ წყაროს სახელი. ახლა კასპში ხდება ეს ყველაფერი ხა. გეი ქორწილების აღწალვის შემდეგ კასპის მერი უკვე სოფელ მიყვება გეიკერებს. გეი წყაროები სადაც იყო, ყველა ამოძირკვა ძირფესვიანად და ახლა იხსნება ძმობის წყაროები. ეს ძმობის წყარო არის სუფთა ქართული მამა-პაპური ტრადიციული ორიენტაციის მქონე ადამიანთა საქეიფო ადგილი. კიდევ კარგი ის ჰოლივუდ სიტი არ აშენდა წინარეხში. თორემ მან დაპირებდნენ სპეციალურ საქეიფო სივრცის მოწყობას, რომელსაც არქმევდნენ ვარდისფერი წყარო. აბა ეს იქნებოდა ამბავი, ხდებით როგორი გადარჩენილებია ხალხი. ეს ლექსიც როგორი კარგია, კიდევ ერთხელ უნდა წავიკითხო. ჯერ ხომ ისე ვარ დამშრალა ჩვენი სოფლის ცივი წყარო, კიდევ ერთხელ დაიქუხე სასირელთა ნატერფალო. აი ვახშენ გენაცვალე რა. აი გენაცვალე რა, პოლიტიკურად ასეთი დამღლელი კვირის ბოლოს რამე თუ ასე გამახალისებდა არ მეგონა. ჩემი აზრით კარგი იქნება ამ ბრწყინვალე წამოწყებას თუ შეუერთებიან სხვა სოფლებიც და მიუძღვნიან შესაბამის ლექსებს. მაგალითად, წყალი დალიე ჩვენს წყაროზე ადამიანო, შენ გენაცვალე, ჩვენო ტკბირო აღაიანო. ან ასეთი წყალი მიირთვით ჩვენი სოფლის წყარო ანკარა გულს გაიგრილებ არ იქნება მანამგვიანი ერთი ყოველთვის დაიხსომე კეთილო მგზავრო მუდამ შენთან ვარ თელადგორი და შიბლიანი და ამიტომ ვერ მოგერებიან აი ბრწყინვალე ლექსით მინდა დავასრულოთ დღევანდელი ჩემი მონოლოგი. უღრმესი მადლობა ჩვენ შოუს მუსიკალურ თაფლოვანს ბენდი თამუნალეკო იშვილს ხებძად. მადლობთ. გადაცემის სპონსორია PSP. საუკეთესო ფასი და სრულყოფილი არჩევანი PSP-ს ყველა აფთიაქში. PSP, ჩემი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია ბაზარი. ქალაქი ქალაქში. სივრცე გართობისა და დასვენებისთვის. სიახლე გვირილაში გაატარე მეგობარი ბარათი და მიიღე ორმაგი სარგებელი. უფრო იაფი ფასები ნებისმიერ შენაძენზე და 5% მეგობარ ბარათზე. გადაცემის პარტნიორია სუპერმარკეტების ქსელი გვირილა.